თუ შენი ბიზნესი ტურისტულ სექტორში ფუნქციონირებს, მინდა მოგიყვა რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს ის და განვიხილოთ როგორც ტურისტების საქართველოში მომსახურება, ისე გამყვანი ტურები. თუ შენ ტუროპერატორი ხარ და საქართველოში ორგანიზებულად შემოყავს ტურისტი, არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 1 წლის ვადით და აწვდ იმას 2-ზე მეტ ისეთ მომსახურებას, მაგალითად როგორც არის აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსფერი, სასტუმროში განთავსება, ყვება, გიდისა და სხვა მსგავს მომსახურებას, მინდა გითხრა, რომ ესენი განიხილება როგორც ერთი მთლიანი პროდუქტის კომპონენტები და კანონით გათავისუფლებულია DGG-სგან ჩათვლის უფლებით. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მათზე DGG-ს გადახდა არ გიწევს, ანუ შენ მომსახურებას ამ თანხით არ აძვირებ, უფრო მეტით შეგიძლია დაიბრუნო ამ მომსახურებების შესყიდვისას გადახდილი DGG-ს ოდენობა. ხოლო თუ ტურისტული მომსახურების პაკეტი სამოგზაურო დაზღვევასაც მოიცავს, ეს მომსახურებაც გათავისუფლებულია DGG-სგან ჩათვლის უფლებით, რადგან დაბეგრვის მიზნებისთვის ის განიხილება როგორც ძირითადი მომსახურების დამხმარე საქმიანობა და მისი დაბეგრვა ხდება ძირითადი ოპერაციის დაბეგრვის რეჟიმით. რაც შეეხება გამყვან ტურებს, თუ შენ ტურისტებს საქართველოს ფარგლებს გარეთ აწვდი ისეთ მომსახურებებს, როგორიც არის სასტუმროში განთავსება, სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მომსახურება, ასეთ შემთხვევაში ეს მომსახურებები არ განიხილება საქართველოში გაწეულად და საერთოდ არ ექვემდებარება DGG-ით დასაბეგრ ოპერაციას. უფრო მეტიც, თუკი საქართველოში ტრანსფერი წარმოადგენს ამ ტურისტული მომსახურების პაკეტის ნაწილს, არც ის დაიბეგრება DGG-ით, რადგან არ მიიჩნევა ქვეყნის ფარგლებში გაწეულად. თუ გაინტერესებს კონკრეტული სფერო, რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და როგორ შეგიძლია გადასახადების სწორად დაგეგმით გაუმჯობესო შენი კომპანიის მომგებიანობა, მაშინ მოგწერე შენთვის საინტერესო კითხვები და მიიღე ჩვენგან შესაბამისი მხარდაჭერა.